გამარჯობა, მე ვარ დუდუ მესხი. მარიამობას მე და ჩემმა ოჯახმა გერგეტის სამება მოვილოცეთ. მოკლედ მოგიყვებით მის შესახებ. გერგეტის სამება მდებარეობს ყაზბეგში, სოფელ გერგეტიდან 1 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. იგი აგებულია მე-14 საუკუნეში. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო და საბჭო. როგორც თეიმურაზ ბაგრატიონის ივერიის ისტორია მოწმობს, ტაძრის ადგილას სამების მთაზე მანამდე ჯვარი იყო აღმართული. ტაძრის გეგმა მარტივია. ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით. ფასადები და გუმბათის ყელი მოჩუქურთმებულია. საბჭოში იდგა ქვის გრძელი სასხდომი ყადები, სადაც იმართებოდა სათემო ყრილობები და სახალხო სასამართლოები. აქვე ინახებოდა სათემო დროშა 2 ყურში. მეთემეები ამ დროშაზე დებდნენ ერთგულების ფიცს. დიდი ხნის მანძილზე აქ ესვენა წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტი ცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. გერგეტში იწერებოდა მატიანე დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევისა და საქართველოს ისტორიის შესახებ. არსებობს თქმულება, ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს დავაჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმინდა სამების ტაძარი. მცხეთაში ერთ ბერი კაცს უთქვამს, რომ ფური დაეკლათ, შავი ყორნისთვის მიაგდოთ, სადაც გამოხრავდა, ტაძარიც იქ აეშენებინათ. ასეც მოგწეულან. ყორანი მოფრინდა და ბეჭი წაუღია. მოწმედ ხალხიც გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე დაფრნილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. ბიდარიდან ყორანი გერგეტში გაფრნილა. სამების წვერზე დაფრნილა, ბეჭი საბოლოოდ გამოუხრავს და ძვლებიც იქით დაუყრია. ახლა მეფეებს დავა, იმაზე მოსვლიათ თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. ერთ კეთილ კაცს უთქვამს, წადით ბიდარის მთაზე, იქედან ყველა გამოიქეცით. და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირკველი იმად გაჭრასო. ასეც მოგწეულან. ყველანი ცხენით თუ ფეხით, ბიდარის მთიდან გამოგწეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭრი ბაჩხიძე მთა მოკლე გზით გადმოსულა. სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და სამებით საძირკველიც იმას გაუჭრია. ამიტომ ახალ წელს გერგეტელები პირველად ბაჩხიძეს ამწყალობებენ. ტაძრის ასაგები ქვები წიქარა ხარებს ყანობ ხურთისიდან უზიდიათ. წყალი გერგეტის წყაროდან მეცხვარეს უზიდია. ამ წყაროს დღესაც გალადოზის წყალს უწოდებენ. ამ მეცხვარეს თავისი სახე სამების სამრეკლოზე გამოუსახავს. მისი ფარა მთაზე უმწყემსოდ ძოვდა და ნადირი არ ერჩოდა. ამ მეცხვარესაც სამების დეკანოზები ახალ წელს პირველად აწყალობებენ. გერგეტის ტაძარში ინახებოდა კუბოსკარად წოდებული 2 ხატი. ხატები ფიცარზე იყო ნახატი, ჩაცმული ვერცხლის პერანგში. ერთს ეწოდებოდა სავდრო და მასზე გამოსახული იყო
ღვთისმშობელი, ხარება, შოობა, მირქმა და ნათლისღება. ეს ხატი გამოჰქონდა ცუდ ამინდში. მეორეს ერქვა სადავრო. მასზე გამოსახული იყო ჯვარცმა და ამაღლება. გვალვის დროს გამოჰქონდათ და წყაროზე აბანავებდნენ. გერგეტის სამეფოში ინახება ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. როცა მტრებს ხატები გადაუწვავთ, ღვთისმშობლის ხატს ცეცხლი არ მოჰკიდებია. ხატს მირონის დის და ძვირფას პერანგშია დაბრძანებული. 2006 წლის 7 ნოემბერს გერგეტის სამეფოს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დამიწერეთ ლაიქები. გამოიწერეთ ჩემი გვერდი დუდუს და სესეს ფერადი სამყარო. მიყვარხართ!